და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ჩვენს ხალხს და გრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას. ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს. პილატემ ჰკითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენ ამბობ. პილატემ უთხრა მღვდელ მთავრებს და ხალხს: მე ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ ამ კაცს. მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: ეგ აღშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე. პილატემ ის რომ გაიგონა იკითხა: განა გალილეველია ეს კაცი? როცა შეიტყო რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. ჰეროდემ იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა. ვინაიდან დიდი ხანია სურდა მისი ხილვა, რა კი ესმოდა მასზე და იმედი ჰქონდა რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს არ პასუხობდა მას. მღვდელ მთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალსდებდნენ მას. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებით ურთ ამცირებდა მას და დასინოდა. ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთი მეორეს. პილატემ მოუხმო მღვდელ მთავრებს და ხალხს და უთხრა მათ: თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი როგორც ხალხის სამქეზებელი და აჰა, მე თქვენ წინაშე გამოვიძიე და ვერავით არის დანაშაული ვერ პოვე ამ კაცში, რაშიც თქვენა დანაშაულეთ მას და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამომიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლე და გაუშვებ. მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ, მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა. მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო, რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში, ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშება, მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ. მესამედ უთხრა: რა მოროდება ჩაიდინა მან? მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ პოვე ამ კაცში. ამიტომ ჭკუას ვასწავლე და გაუშვებ. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. დაიმძლა, რომ მათმა ხმამ და მღვდელ მთავრების ხმამ. და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებულ, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ. იესო კი მათ ნებას მისცა.